მოგესალმებით. დღეს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.1%-იანი ზრდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. მცირე კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში. 2025 წლის იანვარში წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 45.5%-ით. 2025 წლის იანვარში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5439 ახალი საწარმო, რაც 1.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მცირე კლება ძირითადად განპირობებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის შემცირებით. 14.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღეს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 197 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია საჰაერო, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების ზრდით. ასევე გაზრდილია სატვირთო, საგზაო ტრანსპორტისა და სახმელეთო გადაზიდვების მომსახურება. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან და სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან, კერძოდ სამშენებლო, სამონტაჟო და ელექტროტექნიკურ სამუშაოებთან. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით დაახლოებით 25%-ით გაიზარდა ცემენტის იმპორტის მოცულობა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობების, საგადასახადო კონსულტირების, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის, ასევე ბიზნესისა და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება. ასევე IT სფეროში კონსულტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის ზრდა. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოების მოცულობის ზრდასთან, როგორიცაა ბეტონი და ცემენტი. ასევე კვების პროდუქტების წარმოების ზრდასთან. გარდა ამისა, გაზრდილია მინერალური სასუქების წარმოება. 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით 28%-ით გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა. ქვეყნების მიხედვით ზრდა ძირითადად ინდოეთის, პერუს და იტალიის მმართველობებზე მოდის. ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით და საწვავით, საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით და მათი ნაწილებით, ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, სამთო-მოპოვებით მრეწველობის სფეროში კლება ძირითადად დაკავშირებულია ფერადი ლითონების მადნების მოპოვების შემცირებასთან.